გვერდის მაყურებელო და ტელემაყურებელო. დღეს მე მაგ მშვენიერი დღე, იმიტომ რომ საოცარი სტუმარი მყავს. მანუჩარ პირველი, მწერალი, ჟურნალისტი, მკვლევარი და კოლექციონერი. მოკლედ, ყველაფერზე ამაზე ვერ ვისაუბრებთ სამწუხაროდ, მაგრამ რაც შეიძლება ბევრ ინფორმაციას მოგაწვით. მანუჩარ, დიდი მადლობა, რომ ჩემ გადაცემაში ხარ და ჩემი მსმენელი და მაყურებელი გაგიცნობს ესე ახლოს. დიდი მადლობა, რომ მისტუმრეთ. იცი რა მაინტერესებს? მე მგონია, რომ შენ მთელი საქართველო გიცნობს. ესე მგონია და თან დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ არაერთხელ ყოფილხარ ტელევიზიის სტუმარი, თითქმის ყველა ტელევიზიაში ძალიან ბევრ საქმეს აკეთებ და მე მინდა და დაინტერესებული ვარ, რომ უფრო ხშირად და ხშირად იყო, იმიტომ რომ ჩემთვის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ადამიანი ხარ. მოდი დავიწყოთ საიდან? ქუთაისიდან. ქუთაისელი ხარ, ეს არის მამაქალაქი, ყველაზე ძლიერი, ძალიან დიდი ენერგეტიკით დატვირთული ქალაქი და მენანება რომ ვერ ვისაუბრებთ აი დაუშვათ ბავშვობაზე, ვერ ვისაუბრებთ ბევრ რაღაცაზე. მოდი დავიწყოთ ემიგრაციით. წახვედი, რატომ წახვედი, რა ასაკში და რა ხდებოდა მაშინ შენს ცხოვრებაში? როცა მივდიოდი, გააზრებული მართლა არ მქონდა, სად მივდიოდი, რადგან 19 წლის ვიყავი და როგორც საბუდარელი ჭაბუკი ვერ დაბრუნდა თავის საბუდარაში, აი ესე გამიგძელდა მეც წლები, მაგრამ ერთად რაც შევძელი, ვიყავი გაღმანაპირს წასული, მაგრამ არც არასოდეს არ დამიტოვებია სამშობლო. ყოველთვის უთხარი ჩემ თავს, რომ არა, შენ თუ გინდა რომ არ დაიკარგო, შენ უნდა დარჩი შენ სამშობლოს სამსახურში და არ მივეცი თავს იმის უფლება, რომ ამერიკული რადიო მესმინა მანქანაში. ყოველთვის აღებული ჯერ იყო პატარა კასეტები, 90 წუთიანი კასეტები, ჯემალ ფიაშვილის უამრავი კასეტები მქონდა წაღებული, მას უსმენდი. შემდეგ როცა უკვე ინტერნეტი წამოვიდა, მხოლოდ და მხოლოდ ქართულ რადიოს და ქართულ მუსიკას უსმენდი და დავჭი ვეღარ გავამერიკელდი. კი, შემიყვარდა ამერიკა, ჩემი ცხოვრების 27 წელიწადი ნახევარზე მეტი ამერიკაში ვიცხოვრე. ყველაფერი მიყვარს ამერიკაში, მისი ისტორია, მისი წარსული, მისი შეცდომები, ბევრი შეცდომებიც კი მიყვარს. იმიტომ რომ აღიარების უნარი ქონდა ამ ქვეყანას, მაგრამ მაინც დავჭი ქართულად. ყველაფერს ქართული საზომით უყურებ. რომ მოვდივარ ჰობოკენში, ხო? აი მე აუცილებლად ჩავივლი იმ ქუჩაზე, რომელიც ქუთაისის შესასვლელს გავს მაგალითად, ხო? ჩემგან ვერ გამოიძერწება სუფთა ამერიკელი, იმიტომ რომ როცა წავედი, უკვე ჩემი ცნობიერება იყო ქართული. რადგან ჩემს ცხოვრებაში იყო ბებია, ჩემს ცხოვრებაში იყო ბაბუა, ჩემს ცხოვრებაში იყო მამა და ჩემს ცხოვრებაში იყო ქალაქი, სადაც რომელსაც ახსოვდა დედაჩემის, მარად 19 წლის გოგონას ნატერფალები. ჩემთვის ქუთაისი მაინც დედის ნატერფალები არის. მანუჩარ, მიზეზი რა იყო წასulis, აი რატომ წახვედი? არ მეგობარს დავეხმარე წასვლაში და მასაც წავყევი. რომ ისე რომ გასაქცევი მქონოდა, ასეთი ისე როგორც ყველა გარბოდნენ ქვეყნიდან, მასე არ გაქცეულვარ ქვეყნიდან. ზუსტად საბუდარელი ჭაბუკივით მომივიდა. შეცდომებს თუ ჩადიოდი? უამრავს. სწავლობდი მე ამ შეცდომებზე. რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი გაკვეთილი არის საკუთარ შეცდომებზე. არ არის მაინდა-მაინც ის სხვა შეცდომებზე ისწავლე, იმიტომ სხვა შეცდომებათაც ვერ უყურებ. ის უნდა გეტკინოს, უნდა განიცადო, ვიღაცა უნდა აგაწითლოს შენ შეცდომაზე. რა თქმა უნდა, შეცდომები უამრავ გაზეთშიც კაცო. გაზეთში ჩემი რედაქტორობის დროს, მაგრამ რას ვაკეთებდი, იცი? ყველაზე პოპულარული გაზეთი იყო, როცა მე მაკრიტიკებდნენ. მოდიოდა ეს 1000 კრიტიკა ჩემდამი. ღალატში მდებდნენ, რომ 14 და 13 წლის ბიჭი არ წავედი აფხაზეთში და არ მოკვდი იქ. ამას მკითხველი, ამაში მადანაშაულებ, ყველას ფეშტავდი გაზეთში.
გამოეცი იქ გაზეთი, მოდი რომ უთხრათ. ჯერ ჩავედი 99-ში 2000 წელს ძალიან მალევე მიმიწვიეს გაზეთი ივერიის რედაქტორად. ივერია იყო მაშინდელი თაობის პირველი ქართული გაზეთი, რომელსაც ილია ბარამიძე გამოცემდა და შემდეგ 2003-ში უკვე ჩამოვაყალიბე დამოუკიდებელი მრავალტირაჟიანი ერთადერთი გაზეთი მამული, რომელიც 23 წელი გამოდიოდა, შემდეგ ჟურნალად გადაკეთა და ეხლა რაღაც პერიოდულობით ისევ გამოდის. რადგან ვერ ველევი, ასე მგონია, რომ მამული თუ მოკვდება, იქ ჩემი სამშობლოც მოკვდება. მამულთან დაკავშირებული მამაჩემის სახელით, მამული. ანუ ასე მგონია, რომ მამაჩემიც მოკვდება. ის ნალოლიავები ჟურნალს რომ სიცოცხლე არ მიცოდა, ვახერხებ მაინც წელიწადში ორჯერ ან სამჯერ მაინც გამოცე 64 გვერდიანი ჟურნალი. ხო, პატარა იყავი, პატარა ქვია იმას, როცა წახვედი. რა იყო საქართველო? უფრო სწორად, აი როგორ ფიქრობ, შენ რომ აქ გეცხოვრა? მაინც ალბათ იმას გააკეთებდი, იქნებოდი მკვლევარი, მწერალი, ამას თავს არა ცოტაშორს. არა? არც მწერალი და არც მკვლევარი არ ვიქნებოდი ჟურნალისტი. მექნებოდა როგორც წასვლამდე მქონდა გაზეთი ერთი სტატიისათვის, ადგილობრივი გაზეთი, ჩემი საკუთარი გაზეთი, რომელშიც მხოლოდ ერთი სტატია ებეჭდებოდა, მაგრამ ყოველთვის აქტუალური იყო, მთელი ქალაქი საუბრობდა იმ სტატიაზე. ალბათ არ ვიქნებოდი არც მკვლევარი და არც მწერალი. რატომ? მკვლევარის და ჩემი კვლევების საჭიროება მოიტანა დრომ, დავინახე რომ უზღვავი მასალა იყო და მიტოვებული სამშობლო იყო ყველგან და ესენი ყველა ასაკრები იყო და მძივად იყო შესაკრავი და დავინახე რომ ამ დაბნეული მძივების მიღმა საქართველოს ისტორიის საინტერესო ფრაგმენტები იყო, რომლის გარეშეც არ შეიძლებოდა დაწერილიყო საქართველოს ისტორია. როგორ შეიძლება საქართველოს ისტორიაზე ვინმე მისაუბროს და მარტო მიგაჩნდეს რომ გრიგოლ რობაქიძე არის ორიენტალისტი მწერალი და საერთოდ გამოუკვლეველი ყავდეს პავლე ჭავჭავაძე 5 წიგნის ავტორი, რომელიც იქნება ჩემი სადოქტორო თემა, რომელზეც მუშაობ ახლა და ორიენტალისტი მწერალი. ჩვენ არ ვართ განივივრებული, რომ ქართველი მწერალი იმ ქვეყნის ენაზე წერდეს, კი არ ითარგმნებოდეს. წერდეს იმ ქვეყნის ენაზე და ასეთები ამერიკაში ყავდა სულ რამოდენიმე. ახლა პაპაშვილი, გიორგი პაპაშვილი არ წერდა ინგლისურად, ის ქართულად აზროვნებდა, ეუბნებოდა თავის სათქმეს მეუღლეს და ჰელენ ვაით პაპაშვილი წერდა, მაგრამ ყავდა სანდრო ნებლო, ყავდა პაულ ჭავჭავაძე, რომლებიც წერდნენ ინგლისურად. აი ამ პატარ-პატარა პირველად ჩემი დაინტერესება იყო კოლია ქვარიანის საფლავით. კოლია ქვარიანის საფლავს მე 7 წელზე მეტი ვეძებდით. ეს იყო მსოფლიო ჩემპიონი ქუთაისელი და დაკარგული იყო საფლავი. მე ის სიხარული და ის ვაშა დღემდე მახსოვს მისი საფლავის ფერმით, რომ პირველად მივედი და კვერცხი გადავაგორე და მე ბევრი და დავირვავი და 100-ზე მე ვთქვი რომ არა, ეს ამას ვერ მივატოვებთ, რადგან 100 ვერავინ უკვე პროფესიონალი გავხდი როგორ იცით, ზუსტად ვიცოდი როგორ უნდა მომეძებნა, რომელ წყაროებში უნდა მომეძებნა, რას ჩავჭიდებოდი ამ სახელგვარ შეცრული ადამიანები, როგორ უნდა მომეძებნა. აი მაგალითად 23-25 წელზე მეტი ავეძებეთ საფლავს. ყველამ ვიცით, რომ ჩუდეცკი რომ მოკლა იოსებ ლაღიაშვილი. ცხოვრება გააგრძელა ამერიკაში. მას ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ სახელი შეუწოდა და გვარიც. ვიცი რომ თომას კუკის სახელით გააგრძელა ცხოვრება. 1500 თომას კუკი არსებობს ახლა ამერიკაში. 1500-ვეს იდენტიფიცირებას ვახდენს, საფლავების იდენტიფიცირებას, შემდეგ სურათის და შემდეგ ვიწყებ დადგენას ყურის და ცხვირის, რომ რომელი შეიძლება იყოს მიმგვანებული იოსებ ლაღიაშვილს. იოსებ არ შეიძლება ჩვენმა ეკლესიამ დიმიტრი ყიფიანი შერაცხა წმინდანად და დიმიტრი ყიფიანი იყო ერთადერთი, ვინც გამოესარჩლა იოსებ ლაღიაშვილს. და ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის კონტურები წარმოიშვა მაშინ, როცა ჩუდეცკი სასულიერო სემინარიის დირექტორი მოკლა იოსებ ლაღიაშვილმა სტუდენტმა. აი ასეთი ბევრი არის. აი რა მაინტერესებს გისმენ, ოღონ ძალიან გულწრფელი კითხვა. აი ვერ წარმოიდგენ როგორ მაინტერესებს სინამდვილე. ნახე ამერიკაში მიდიან რომ იშოუნ ფული დააგროვონ ან გამდიდრდნენ, ძალიან გონიერი ხარ, ძალიან ნიჭიერი და ძალიან კომუნიკაბელური.
თან ეხლა იმას ფიქრობ, ცუდად არ შემომიტრიალდეს მე ეს კითხვა, რასაც ეხლა გკითხავ. ნახე, იმის მაგივრად, რომ სხვებისთვის მიგებაძა და გამხდარიყავი მილიონერი, შენ დაზდებ ამ დაკარგულ ქართველებს და საქართველოს უძებნი იმ გმირებს, რომელმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა. ეხლა მე პირადად ბევრჯერ მithქვებს და გავიმეორებ. შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, როცა ჩამოვდივარ ამერიკაში და მიმარბენინებ იმ საფლავებზე, რომელიც ლამის ქართველებს დავიწყებული ყავს და პირველად გავოცდი, გავოგნდი და ვიყავი ბედნიერი, რომ ხილულად ხედავდი ადამიანს, რომელსაც საქართველო ტკივა ასე. რა მითხარი, იცი, რა სიამოვნებაა ეს? ამდენი შრომა, ამდენი წვალება, ის რომ საქართველოს მიცე თავისი დაკარგული ისტორია. რა არის ეს? ჯერ თავიდანვე ვიტყვი რომ მე მარტო არა ვარ ასეთი ბიძია ბაბუას იდეებით შეპყრობილი ადამიანი. მე მყავს საქართველოში სულიერი ძმები, რომლებიც ჩემნაირი გიჟები არიან. ყველა უნდა შეგყაროთ და ყველას გიწევთ სხვა რაკურსში. ახლა მაგალითად მე ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ წინა ცხოვრებაში მე ლევანი თაქთაქიშვილი და გიორგი კალანდია ძმები არ ვყავით. ვერავინ ვერ დამაჯერებს. რატო? იმიტომ რომ აი ზუსტად ჩემნაირი გიჟები არიან. ლევანი რაღაცას მოძებნის, ხამის 11 საათზე მივა, რომელიღაცა წიგნს ნახავს რომ არ არის საცავში, თავისი ჯიბიდან იყიდის, მოუტანს და ქვეყანას მისცემს. ასევე კიდე ჩემი გიორგი კალანდიაც. იმის მაგურად რომ სახში მიარბენიებდეს, ხო სახლიდან მოარბენიებს ყველაფერს ხელოვნების მუზეუმისთვის და 1000 ზარებს აკეთებს და პატრონობს. მარტო მე არა ვარ ასეთი გიჟი, არის ადამიანები, რომელთაც სიამოვნებას ღებულობს. მე მახსოვს ლიმუზინის მსხვილი ვიყავი 2003 წელს. და 6 კვირის ხელფასი დამჭირდა. შემეგროვებინა იმისათვის, რომ სან-ფრანცისკოდან ჩამოფრენილიყო ადამიანი და ჩამოეტანა 6 ცალი კობის ნაძვის ხის სათამაშო. სადაც კი ამ სათამაშოს ნახავთ სურათებს Google-ში, ყველგან ჩემი ხელი არის. ანუ არ არსებობს იმდენად რარიტეტულია ის გამოცემა, რომ არ არსებობს თელს ამერიკაში გადარჩენილი 1924 წლის დაწინწკლული ბემბიანი სათამაშო. კობის. ბევრი გაქვს. 6 ცალი მაქვს, მაგრამ მივეცი დავჭი მშიერი და 6 კვირის ხელფასი ვიმუშავე დღე და ღამე რომ ის თანხა შემეგროვებინა და ეს გადამეხედა, მაგრამ ის სიამოვნება რომ ასეთ რარიტეტულ ნივთებთან გიწევს, ეს არ არის რაღაცა კოლექციონერობის მარტო, ის კოლექციონერი არის თავისთვის რო აგროვებს და იცის რომ იმას ფასი ექნება და არა. მე ვაგროვებ მხოლოდ იმ ნივთს, რომლის უკანაც საქართველოს ისტორია იმალება. საქართველოს ისტორია იმალება პრინც მაჩაბელის ამ სუნამოებში. საქართველოს ისტორია იმალება ერთადერთ გაზეთიდან ამოჭრილ რეკლამაში, რომლითაც დასტურდება, რომ პრინცესა ქეთო მიქელაძეს ქონდა თავისი პარფიუმერიის ხაზი და ქონდა თავისი დღის და საღამოს კრემები. პრინცეს ქეთო. ევგენი მიქელაძის და რომელსაც არავინ არ შეხებია და ასე მგონია, რომ 1965 წლის შემდეგ, მისი სიკვდილის შემდეგ მისი ძვლები და მისი სული ელოდება რომ ვიღაცა მკვლევარი სადღაც წააწყდება ამ სახელს და გვარს ამოიღებს დაჩიშქნის მოძებნის სიღრმეში შევა და გააცოცხლებს. ასეთი რამდენი არის. აი მაგალითად ჩვენ მქონდა გადაცემა იმედზე ვერავინ ვერ შეეხო ჯორჯ ბალანჩინის ქართველობას. ყველა ამბობდა რომ სოფლიო ტიტანი მე არ მაინტერესებს მისი ტიტანობა. მე მაინტერესებდა ქართველობა თუ არა ბალანჩინი. ამიტომ მე მაინტერესებდა მის გარდერობში რა უყვეს იმ ჩოხას. რა უყვეს იმ მიწას, რომლის გამო სპეციალურად ჩამოფრინდა 1972 წელს ქუთაისში და მწვანე ყვავილედან წაიღო მიწა. რა უყვენ იმ მიწას? აი ეს მაინტერესებს მე რომითაც მე ავაკოწიწებ რომ ის კი იყო დიდი გენია, მაგრამ ყველაზე მეტად იყო ქართველი. იცი რა
ჭამთ, იმიტომ რომ ვიარსებოდ. ვიცვამთ, დავდივართ თეატრში, კინოში. ეს ყველაფერი ჩვენთვის რაღაცას გვაძლევს. აი ამდენი შრომის და 8 წლის შემდეგ მიიღე რამე? ჯერ თუ ელოდები თუ საერთოდ არ ელოდები? საერთოდ არ ველოდები, ერთადერთი რასაც ველოდები, რაიმე ისეთი არ გავაკეთე, რომ ჩემს შვილს წინ დახვდეს. ჩემს შვილს ვინმე მუთხრას, რომ კაი კაცი იყო მამაშენი, მეტი მოლოდინი, არც ჩინმედლების, არც ჯიპების, არაფრის მოლოდინი, ყველაფერს მივახცე ჩემი შრომით. არაფრის მოლოდინი, არც აღიარების, არაფრის მოლოდინი არ ამავს. ერთადერთი რაზეც ცოტათი გული მტკივა ესაა ის, რომ მკითხველი აღარ დარჩა ქვეყანაში და კომბლესავით ჭერში რომ აწყობს კომბლე, აი ასე წერთ წიგნებს და მკითხველი აღარ დარჩა. ქართული წიგნის თაროები წაბილწა და წაიღო ამ მდორე თარგმანებმა და ქართველი მწერლის წახალისება არ ხდება. ამაზე უბრალოდ გული მტკივა, თორე ის რომ მე ვწერ და მე არ კითხულობენ არ მაქვს ამაზე ლაპარაკი. ოდესმე შეიძლება მოbrunდეს თაობა წიგნებისთვის და წიგნი აღარ დარჩეს, აღარ იყოს უკვე დაწერილი, ხო? ეს მტკივა, თორე ისე რომ მე რაიმეს ველოდები, მე მასაკში ვარ უკვე. არა, ეხლა ასაკზე არ ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ რა არის იგია? რადგან გულახდილად საუბრობთ. მე 2020 წლის ივლისში გადავიტანე კოვიდი ძალიან მძიმე ფორმით. 8 თვის ფეხი მე მეუღლე კოვიდით. მე მithქვამს. ამიტომ ზუსტად ვიცი რომ იმის შემდეგ მე ნაჩუქარი წლები მაქვს, ნაჩუქარი აწლეულები მექნება. არ მაქვს უფლება, არანაირი მორალური უფლება არ მაქვს რომ მე ეს დღე ან ვინმეს გინებაში, ან ვინმესთან რისხვაში გავატარო, ან ცუდი საქმის გაკეთებაში, ან რამე ისეთი დღე გავაკეთო, რომ რამე არ გავაკეთო ღირებული. ყველაზე კარგი შეგრძნება არის რომ დილას გამოდიხარ სახლიდან და ვიღაც ჩაგიხტება წინ, გიჩვენებს შუათიც და შენ შეძლებ კაცო რომ ამაღლდე ამ შუათიცზე. და გაუღიმო და იმ ადამიანს არ მოაწამლიო ის დღე. ამაზე დამჭირდა ჩემი ცხოვრების 4 ათეული წელებზე მეტი, რომ ამას ეს მესწავლა. იცი რა მაინტერესებს? ამ ნახე უკან მოვდივარ, იმიტომ რომ მაინტერესებს ეს ფენომენი, რასაც საუბრობ. როგორ აღგზარდეს ეს საფუძველი იყო შენი აღზრდა? მე ასე მგონია რომ ერთადერთი რაც წამადგა ცხოვრებაში ეს იყო რომ გამზრდელმა დედამ გვიყიდა წიგნის თაროები. უამრავი წიგნი მქონდა გამოწერილი და არც ერთი წიგნის თაროზე შედების უფლება არ ქონდა თუ არ წავიკითხავდით. მაგრამ წაკითხვა რა იყო? სპეციალური ჟურნალები ქონდა და უნდა დაგვიმუშავებინა. რა წიგნი წავიკითხე? ვინ იყო პერსონაჟი, რა მომეწონა, უარყოფითი პერსონაჟი რა იყო, დადებით რა იყო და ყველაზე ბოლო კითხვა. რამაც ჩამოაყალიბა ჩემი მწერლური გემოვნება, ფანტაზია და უნარი. ბოლო შეკითხვა იყო, მე როგორ შევცვლიდი. მე მაგალითად ბავშვობაში შეცვლილი მაქვს გიორგი ლეონიძის ნატრისხის ბოლო სიუჟეტი. რამდენი წლის იყავი? სადღაც 13 ან 12 წლის. რატო კითხება თუ იცი? შეყვარებული ვიყავი თუ არა? არა, როგორ გაბედე? როგორ გავბედე, მაგრამ ნახეთ, დედა ჩემს უთხარი. გახსოვს ილუზიონის ქუდი. იქ დაჩითული კაბით. გოგონა გარბის და შემდეგ სამჯერ მეორდება ტალახში როგორ ჩაკრავს ფეხს და მაშინ თქვი რომ აი ეს არის ეს დაჩითული კაბით რომ მორბის სახე რომ არ ჩანს. ეს იქნებოდა მარიტა, რომელიც დაუძვრა ამ სოფლის წესებს, ციციკორეებს, მირბის და გადარჩება და სიყვარული იმარჯვებს. გადაარჩინე მარიტა ჩემთვის არ ყოფილა, იმიტომ სილამაზე არ კვდება და ეს არც სიყვარული არ კვდება არასოდეს და მარიტა მაინც ვერამი ვერ დამაჯერებს რომ ილუზიონის ის ქუდი მარიტა არ არის. და ხვალაც ზეგაც ოდესმე თუ ჩემი მაყურებელი
თავად შენ აი ეს ქუდი შემოგჭ ვიტყუი მე და ჩითული კაბით ეს ლამაზი შიშველი ფერი როგორ გავს მართლა მარიტას ძალიან მაგარია და ამ კითხვის გაგრძელება ხართ სამი ტყუპი ძმა სამივე იზრდებოდით ერთად ფიზიკურად გევხართ ძალიან ახლა ჩემი სიმპათიურები არ არიან ისინი მაგიარა არა მართლა არის უცბად პირველი რო შემოვიდა დაგინახეთ სამივე აი ესე ვაცეცებდი თავს რომელი იყავით და რა მითხარი იცი აი სამივე იზრდებოდით ერთად აი ყველაფერი ისინიც შენაირები არიან თუ განსხვავდებით ჩემი სიმაღლის არიან ოღონდ სხვადასხვა სფეროებში ახლა მაგალითად ავთანდის ჩემს ძმას ბიზნესის ის ნიჭი აქვს რომელთაც მე არ შემიძლია ვიცხოვრო ძალიან ბევრი ციფრები ღმადიცის შეუძლია დაბანდებები გააკეთოს სწორი რომელსაც მე არ ვარ მასეთი რისკიანი და ვერ გავაკეთებ მაგალითად ჩემმა ძმამ 1-5 საღეჭი რეზინა ლოვე იყო ასე ჩემ ბავშვობაში იმით დაიწყო ბიზნესი და დღეს ქუთაისში ერთ-ერთი კარგი ბიზნესი აქვს საჩუქრების მაღაზია ტაქსელი, სარეკლამო კომპანია, სასტუმრო, უამრავ რამეს აკეთებს, ხო? დაიწყო ძალიან მარტივად. ნებისყოფით და ნიჭით, რომელიც მე არ მაქვს მაგალითად. მეორე ძმა? მეორე ძმა სარეკლამო ბიზნესში არის, მაგრამ ამ ბოლო დროს ვატყობ, რომ კალამი უჭრის. აჰა. რომელი უფრო პირველი რომელი დაიწყო? პირველი რა თქმა უნდა მე ვარ. რა თქმა უნდა. და იცი რა მითხარი? ეს გასაგებია, რომ სხვადასხვა ნიჭი აღმოგაჩნდათ და არც კითხავ, მაგრამ ჩემთვის გავიფიქრებ ხმამაღლა, რომ სამივეს ასე გიყვართ საქართველო. კი. იმათ შემზე მეტად. ისე იმათ ფეხი არ დაუძრავთ ქუთაისიდან. ჩემგან განსხვავებით. ხო, მაგრამ შენ ბევრს აკეთებდი იქაც. მე მახსოვს, როცა შენი გადაცემა გავიდა სხვა რაკურსი, რომ დავბრუნდი, ზარი არ წყდებოდა და ძალიან მაღალი რეიტინგი დავწერეთ, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან გულამაჩუყებელი, როცა შენ იკვლევ ეძებ ქართველებს და ზოგიერთი ოჯახის წევრს არ ეძებს და აი ამ ხელა საქმეს აკეთებს ძალიან დიდ რამეს ნიშნავს. ასე მგონია რომ ვინმე სხვა მეცნიერი ან მკვლევარი რომ მუშაობდეს ამერიკაში ამ სფეროთი შეიძლება ასეთი პროდუქტიული და ასეთი აქტიური არ ყოფილიყავ, მაგრამ რომ ხედავ რომ სულ დაცარიელებულია და არავინ არ მუშაობს ამ კუთხით. ხო არიან რა თქმა უნდა საქართველოს მკვლევარები რომლებიც აქედან მუშაობენ და როგორ მუშაობენ ეს სხვა საკითხები, მაგრამ მინდორზე თვითონ არქეოლოგიურ ადგილას მიწევს მარტო მუშაობა. რომ იყოს სხვა ან მე შევძრო ჩემი მასტერ ჯგუფი, მასტერ კლასი ჩამოვაყალიბო და აღზარდო ბავშვები ძალიან კარგი იქნება. ჩემი ოცნება რატო არ იწყებ ამას? შენი იდეისადმი უნდა ნახო მოწამლული ადამიანი. ამ ეტაპზე ახალგაზრდები, რომლებიც მომყვებიან უანგაროთ, მე მარტო ჩემი ტოლის 3 ადამიანი ვიცი. მე აგერ ლევანი თაკთაკიშვილი და გიორგი განანდა, რომლებიც ასე უანგაროთ. ხვები, რომლებიც ამერიკაში იქნებიან და უანგაროთ მეტყვიან, რომ აი გვასწავლე და ჩვენ შემოგიდგებით, ასეთი ჯერჯერობით ვერ ვნახე. სურვილი კი დიდი მაქვს, რომ უფრო მეტი ენერგია ჩავდო და ჩემი გამოცდილება, ჩემი ცოდნა მათ მივცეთ. სურვილი ძალიან დიდი მაქვს. არანაირი ეგოიზმი არ მექნება. რომ გამოაცხადო. რა თქმა უნდა, მაცხადებს სურვილიც ამაქვს და ბევრჯერ მithქვამს, ახალგაზრდებთან სტუდენტებთან როცა ლექცია ჩამიტარებია, იქაც ვაკვირდები, ვინ რა ინტერესს გამოთქვამს, რა კითხვას დამისვამს, ამას ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ, როცა სტუდენტებთან ამას შეხება. იცი რა, ჩემთვის ყველა ადამიანის პორტრეტი იხატება, ჩვენ ხატავთ ადამიანებს, შენი პორტრეტი ჩემთვის სხვანაირია. აი მე მაგალითად ესე ვერ ვიცხოვრებდი. ეს შენი ცხოვრების სტილია, ჩემი ცხოვრების სტილი სხვა არის. მგონია რომ რთული ხასიათი უნდა გქონდეს. არ ვიცი. ეხლა ესე მეგობრობაში იდეალური რთული ოღონდ საკუთარი თავისადმი. ხო და აი ახლა მაგას გეუბნები და ცოტათი ისეთი კითხვა მექნება. ცოლი შეირთე გვიან. კი. ნახე
შეგხვდა მე კი ვიცი მაგრამ მე მინდა მაყურებელს უთხრა შეგხვდა ის ადამიანი რომელიც მეცნიერს მკვლევარს მწერალს რომელიც არ არის მდიდარი მაგრამ არის სულიერად მდიდარი ზუსტად ისეთი ადამიანი შეხვდა როგორც ტიციანს ესმოდა ტიციანის მეუღლის ტიციანის მე მაქვს გითხარი ადრეს ეს სიტყვა ვიხმარე რომ კომფორტი მაქვს მეთქი მე მაქვს ოჯახში ის კომფორტი რომ როცა მუშაობ ან ექსპედიციაზე მივდივარ საიდან მივხვდი რომ ეს კომფორტი მექნებოდა და ასეთი ადამიანი მყავდა პირველივე ქორწინების პირველივე დღიდანვე ჩავედი და მეუღლე გავიცანი პარიზში და ქორწილის წინა დღეს ლევილში წავედით რომ აღვენუსხა ყველა საფლავის ქვა ანუ ახალ თითქმის უკვე ჯვარდაწელები მაგრამ ქორწილი ქონდა 10-ში და 9-ში წავედით ლევილში და თელი დღე ვიმუშავეთ მინდორს იცით როგორი ძნელია სასაფლაოზე მუშაობა ძალიან ფრთხილად უნდა იყოს სასაფლაო სავსეა გველებით მე ცხოვრებაში ძალიან ბევრი გველი ჩვეულებრივად ამომიყვანია შავლიდან ან რაღაც და აი ასეთ ველზე რომ მუშაობ მეუღლესთან ერთად და გიწყობს ხელს ეს არის ბედნიერება რა თქმა უნდა იცი რა მაინტერესებს პირველად ხო სადღაც დაინახე იცანი რომ ეგეთი იქნებოდა ანუ სიყვარულის გარდა ხო არის შეიძლება გიყვარდეს მაგრამ რა საფლავი რის გველი რა სიძახი აი იცოდი რომ გაგიმართლებდა რადგან მე ძალიან გვიან გადავდგი ეს ნაბიჯი ბევრი კომპონენტით შევაფასე მთავარი კომპონენტი მაინც ქუთაისი იყო მეორე ალბათ ჩემი პროფესიის სიყვარული ის ჟურნალისტი არის და ისიც არანაკლებს აკეთებს შიშველი ხელებით მე ხო შიშველი ხელებით მიწევს უცხოეთში ისიც არანაკლები შიშველი ხელით ნულიდან ორჯერ ფერფლიდან აღადგინა ქუთაისი პოსტი მაგალითად ერთ-ერთი ძლიერი საინფორმაციო პორტალი ქუთაისში ხო და როგორც მე მყავს ჩემი შვილები მწერალს რომ ვიკვლევ აგერ ჩემი რომანები მასაც ასე ყავს და ვაფსებთ ერთმანეთს ჩემი რჩევებით მე მაინდა-მაინც ვთქვა რომ დიდი რჩევებით შემოვიფარგლები არა ჩემი საყვარელი სიტყვა მე ასე გავაკეთებდი მე ასე გავაკეთო გინდა გაიგე გინდა მე ასე გავაკეთებდი დამთავრდა მე ახლა ასე გავაკეთებ რეკლამას გამოვაცხადებ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით აი ესეთ საინტერესო სტუმართან ერთად